დიდი ხანია ვამბობდი, რომ დღევანდელი ოცნება არის ომში, ჰიბრიდულ ომში თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ. ყველა ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის ახალი არქიტექტურა ევროკავშირის უსაფრთხოების, რომელიც ჩვენს თვალწინ იქმნება. ჩვენ თუ ამ არქიტექტურის სარგებელი, უსაფრთხოების სარგებელი საქართველოზე ვერ გავავრცელეთ, გამოდის, რომ ის ფასი, რომელიც ამ ქვეყანამ გადაიხადა ბოლო 30 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2008 წლის ომის დროს, ეს ყველაფერი წყალს გატანებული გამოდის. ჩვენ ხო ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფრის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჯერ გაურკვევლობა ძალიან დიდია, არავინ არ იცის რა ფორმის იქნება ეს შეთანხმება, მაგრამ ეს შეთანხმება იქნება შეთანხმება, რომელიც განსაზღვრავს ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურას შემდგომი ათწლეულების განმავლობაში. საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მშვიდობა დღეს არის ყველაზე დიდი ფასეულობა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ 2008 წელი უკვე გამოვლილი გვაქვს და აბსოლუტურად სამართლიანად საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის მეც, ვთვლი რომ ჩვენ ომის ფასი უკვე ყველას წინაშე გადახდილი გვაქვს და ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ სწორედ იმიტომ რომ ეს ფასი გადახდილი გვაქვს, ჩვენთვის ყველა კარები საუბრის და ბალანსის პოლიტიკის გატარების. ჩვენ თუ გვინდა რომ შვიდობა იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას უნდა ვესაუბროთ და ჩვენი კი არ უნდა გქონდეს ის პოზიცია, რომ ვიღაცეები ევროკავშირში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მტრები არიან და მარტო აღმოსავლეთით ყავს ჩვენ მეგობრები. ეს არ ხდება საქართველოს ნაირი პატარა ქვეყნები ასეთ მძიმე და გამოწვევებით სავსე რეგიონში ერთადერთი გადარჩენის რესურსი აქვს. ჩვენ უნდა ვესაუბრებოდეთ ყველას. ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც დაუშვა ოცნებამ, როდესაც აი ესე დააფიქსირა მეგობრების და არამეგობრების სტატუსი ჩამოკიდა, აი ესეთი იარლიკი ბოდიშით ჩამოკიდა ყველას. ეს შეუძლებელი, ეს არ არის სწორი. ამიტომ უნდა გვესმოდეს, აი მაგალითად თქვენ რაც ბრძანეთ ამისთვის, დღეს საქართველოს ხელისუფლება ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში უნდა იყოს თურქეთის რესპუბლიკასთან. საქართველოს ხელისუფლება დღეს ძალიან აქტიურად უნდა ელაპარაკებოდეს შავი ზღვის ყველა ქვეყანას. საქართველოს ხელისუფლება დღეს ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ საქმიანი საუბარი უკვე შემდგარიყო ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან რაღაც დონეზე მაინც. მე ხო არ ვამბობ ისეთ დონეზე, როგორზეც მოახერხეს ჩვენმა მეზობლებმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, რომლებიც ახალ არჩეულ პრეზიდენტს უკვე ელაპარაკნენ, ხო? ყველაფერს ხო თავისი რაღაც ფორმები აქვს, ხო? ყველამ თავისი პირველი სიტყვა და კომუნიკაცია უკვე დაალაგა. ერთადერთი დავრჩით ჩვენ არ პირდებოდა კაცო ოცნება, რომ 20 იანვრის შემდგომ ყველაფერი დაალაგდებოდა და ყველაფერი გაბრწყინდებოდა. ეხლა უბრალოდ იმიტომ რომ კონსერვატულ ნარატივში მესიჯების თანხმედრას იყენებენ, თან თვითონაც სახეზეც აწერია, თვითონაც არ ჯერათ ამით, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხედავენ რომ ამ კონსერვატული ნარატივის მიღმა რეალურ პოლიტიკაში საერთოდ სხვანაირად მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები. პირიქით ეკონომიკის ნაწილში ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ ლიბერტალიანულ პოლიტიკას ატარებენ, ხო? ამიტომ იგივე სიტყვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ამიტომ ეს ხალხი ევროპას მაგნაწილში აკრიტიკებენ, რომელიც ჩემს არასერიოზულია, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ხო ეს საერთოდ კატასტროფას ნიშნავს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ რთულ სამყაროში არც იდეოლოგიური წითელი ხაზები, მკაფიო მკაცრი წითელი ხაზები, არც საგარეო პოლიტიკის მკაფიო წითელი ხაზები არ მოგიტანს შენ ისეთ შედეგს, რომ შენი ქვეყნისთვის გრძელვადიანი მშვიდობა და კეთილდღეობა როგორმე მიღწევადი გახადო. ჩვენ რასაც ხედავთ ახლა, ხდება რა, ჩვენთან ხდება რეგიონის და არა მხოლოდ რეგიონის გლობალურად სახელმწიფოების სახელის დარქმევა, ვიღაცა მტერია, ვიღაცა მეგობარია, ვიღაცა თურმე გადატრიალებას გვიტერებს, ვიღაცის დემოკრატიას ვაკრიტიკებთ, ვიღაცის სიტყვის თავისუფლება არ მოგწონს. უბრალოდ ეს არასერიოზულია. არასერიოზულად არ იქნება. ეხლა ეს რატო ხდება? მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ როდესაც ეს არის ჰიბრიდული ომი, რომელსაც დღევანდელი ოცნება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ატარებს.